უკვე შემოგვიერთდა ქალბატონი მარინა გაჭარავა. თუ თქვენ მუდმივად ცდილობთ სხვების საჭიროებების დაკმაყოფილებას, გეშინიათ უარის თქმით, გიჭირთ საკუთარი სურვილების გამოხატვა და თავს დამნაშავედ გრძნობთ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს პირველ ადგილზე აყენებთ, მაშინ შესაძლოა საქმე კარგი გოგოს სინდრომთან გქონდეთ. როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ეს არ არის ფორმალური დიაგნოზი, თუმცა ნამდვილადაა ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა, რომელსაც ხშირად განსაკუთრებით ქალებში ვხვდებით და რომელმაც შესაძლოა საკუთარი თავის დაკარგვამდეც კი მიგვიყვანოს. მე კიდევ ერთხელ უნდა წარუდგინო ჩვენი სტუმარი მაყურებელს, აქვე მადლობა უნდა გითხრათ თქვენი დროისთვის და იმისთვის, რომ მუდმივად ხართ ხოლმე ჩვენთან, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება და მადლობა კიდევ იმ საინტერესო რჩევებისთვის, რომელსაც ყოველთვის ვისმენთ თქვენგან. რაც შეეხება უშუალოდ თემას, კარგი გოგოს სინდრომი. საინტერესოა, ეს არის აღზრდის დამსახურება თუ ადამიანის ბუნება და ხასიათი? დიდი მადლობა, ძალიან კარგად შენიშნეთ დასაწყისში, ეს ესეთი დიაგნოზი არ არის, ეს არის მდგომარეობა, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა ადამიანის და ეს შეიძლება როგორც გოგოს ისე ბიჭსაც ჭირდეს, აი people pleaser-ებს ეძახიან ესეთ ადამიანებს და აქ სქესთან დიდად არ არის შეჭიდული. ახლა რას გულისხმობს ეს? ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს არასთქმას. ეს შესაძლოა გეთანხმებით, მოდიოდეს აღზრდიდან, მაგრამ შესაძლოა იყოს რაღაცა პიროვნული, უკან დახეულობა, ის თვლის, რომ თუ მე მოვიგებ სხვის გულს, მუდმივად ვეცდები, რომ ის ვაკეთო, რაც მას უნდა, მაშინ მე მიმიღებენ თავიანთ წრეში ეს ადამიანები. შე შემთხვევაში ესენი არიან ყველაზე მეტად გემომსახურე გაიქცევა, ყველაფერს გააკეთებს, თვალებში გიყურებს, ცდილობს, რომ მაქსიმალურად ამოიცნოს შენი საჭიროებები. და ერთი შეხედვით თავისთავად ამ ადამიანისთვის, ვისთანაც ამგვარად იქცევა ეს კარგი გოგო, ან კარგი ბიჭი, თავისთავად თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ როგორ ხდება ხოლმე, რომ მსგავსი ტიპის ადამიანები ყოველთვის არიან გარიყულები და გაწირულები. აი, არასდროს თითქმის არ ახსენდებათ ეს ადამიანი, მაშინ, როდესაც საუბრობენ მეგობრებზე. ეს არის რაღაცნაირად ადამიანი, რომელიც თვითონ იკეთებს იზოლაციას და როდესაც თვითონ არცემ შენ თავს პატივს და პირველ ადგილას არ აყენებ, ოღონდ სწორი გაგებით, ხო? მაშინ სხვაც ვერ გცემს პატივს და საერთოდ ვერ გაყენებს რაიმე ადგილზე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ დანაკარგის მერე ადამიანმა ინანოს თურმე რა კარგი მეგობარი იყო, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, ეს ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე უფერული ადამიანები, რომლებიც იქნება თუ არ იქნება დიდ გავლენას ვერ ახდენენ. და ეს ძალიან სამწუხაროა თვითონ ამ ადამიანისთვის, როგორც ჩანს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეცადოს, რომ დაძლიოს ეს თავის თავში და როგორ უნდა დაძლიოს ეს საინტერესო. ეხლა დაძლევადია, რა თქმა უნდა. არის სპეციალური სავარჯიშოებიც კი არის ამისთვის. დღიურის შექმნა შეიძლება, ჩამოწერა შეიძლება, აი მას რა უნდოდა და რა გააკეთა, რაზე თქვა უარი, დრაზე ვერ თქვა უარი. ანუ ხშირ შემთხვევაში თავის სურვილებზე, მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე ამბობს უარს, მაგრამ და არის ამის გამო დათრგუნული, დაძაბული, მას არავინ არ უხდის მადლობას და აპლოდისმენტებიც არ ისმის. აქედან გამომდინარე, არის მუდმივად თითქოს გარიყული, მეტი რაქნას არ იცის. ეს უარის ართქმა იწყება ბავშვობიდან. არიან ადამიანები, რომლებიც სახლში ყველაფერზე არას ამბობენ, მაგრამ გარეთ ვერ ამბობენ არას. იმიტომ რომ სახლში იციან, რომ რაღაცა ჩვენ გვაქვს ჭერი ჩვენი ქცევის, აი სად გაგვდის, სად არ გაგვდის. ნუ სახლში მაინც თქვათ, რომ თქვას არა და ეს ნეგატივისტური არა, ნუ მშობლებთან არის და უსაფრთხოდ არის, მაგრამ გარეთ გონია, რომ თუ იტყვის არას, მას დაკარგავენ, აღარ დაპატიჟებენ დაბადების დღეზე, აღარ მიიწვევენ რაღაცა გარკვეულ, როდესაც ერთად დგანან, საუბრობენ, არ გარიყავენ მასთან. ეს არასთქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც სხვათა შორის აი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბავშვების ტრენინგები არის ხოლმე, როგორ თქვას არა და გამოყოს თავისი საჭიროება. ჩვენ კულტურაში ცოტა ეს ბავშვს ასწავლო, რომ მაგალითად
შენ რო გაქვს ერთი ნაყინის ფული და ვიღაცა გეუბნება რომ მე მიყიდე ეს ნაყინი ან მოდი თქვათ ისეთი რამე ვიყიდოთ რაც ორი მოგვივა და გავიყოთ ბავშვს ვერ ასწავლი რომ ესე არ მოიქცეს ხო? იმიტომ რომ ჩვენ კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ გვაქვს ეს რაღაც კოლექტიური რაღაც კოლექტივიზმისკენ მიდრეკილები ვართ და ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ის რომ დღეს ერთხელ ვერ იტყვის არას ხვალ ზეგ იზრდება მოზარდობა და მე სხვა შეს გლდანის ციხეში მუშაობდი და ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა რომელიც მხოლოდ იმისთვის იჯდა ციხეში რომ არა ვერ მოახერხა რო ეთქვა თავის დროზე და ეს არა არის ჩვენი რაღაცა თავისუფლების ჩვენი ნების გამოხატვის საშუალება და ამის უფლება ადამიანს აქვს რომ გამოხატოს თავისი გრძნობები, თავისი სურვილები და თქვას რომ არა ეს არ შედის მის ინტერესებში, რასაც ახლა მას თავაზობენ. იცით რა მაინტერესებს, აი ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ სიკეთის კეთება ადამიანებს რომელიც ამ სიკეთეს აკეთებენ შესაძლოა იმაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებდეს ვიდრე მას ვისაც უკეთებ, ხო? ასეთ ადამიანებს თითქოს ან სხვების საჭიროებებზე მორგებულ ადამიანებს აი ეს სიამოვნების შეგრძნება დაკარგული აქვთ. ეც და ყველაზე ხო ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს თუ არჩევანია და ადამიანი არის ამით ცხოვრობს და მართლა ბედნიერია ხშირად ადამიანი იმით რომ რაღაცა კეთილი სიტყვა თქვა, ვიღაცას დაეხმარა, ხელი გაუწოდა და ეს არის გაცემა და ეს არის აი თვითონ ჩვენი ქრისტიანობაც ამაში მდგომარეობს, მაგრამ ეს არის არჩევანი. იძულებული ვარ ესე მოვიქცე რომ შენ კარგი გეგონო, ეს აბსოლუტურად სხვა დაყენებაა საკითხის ნახეთ. მე ამას ვაკეთებ იმისთვის რომ როგორმე თქვენთვის ვიყო მისაღები, რომ თქვენთვის ვიყო ისეთი აი აფილაციის ტენდენცია რომ დაგემსგავსოთ რაღაცით, მოკლედ თქვენ წრეში მოხვდე. ეს სულ სხვა მოცემულობაა. თორე გაცემაზე და თქვათ იგივე სიკეთეზე უკეთესი ადამიანმა რა უნდა გააკეთოს და ეს უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ, მაგრამ ამასაც აქვს თავის ზომა და წონა. იმაზე მეც რო აკეთებ, რისი აწევაც არ შეგიძლია, მე ის ქსრისავს ის შენივე გაკეთებული სიკეთე, მე დარდობს ადამიანი, რა თმინდოდა ეს რო გავაკეთე, რაში მჭირდებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ იყოს ზომიერება და იყოს თვითონ პიროვნული არჩევანი. და სიკეთე სიკეთისთვის და არა იმისთვის რომ თქვათ მე აპლოდისმენტები მივიღო ან კიდევ რომელიღაცა გარკვეული ტიპის წრეში მოხვდე რომელიც ჩემთვის არის ამ წუთას მნიშვნელოვანი. ქალბატონ მარინე, საინტერესო ყველაზე მეტად რომელი ასაკობრივი ჯგუფი განიცდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამ დისკომფორტს და შესაძლებელია თუ არა რომ თქვათ დასულ ასაკში ამ პრობლემიდან გამოსვლო თუ პირობითად გარკვეულ ასაკამდე ადამიანმა ამ ცხოვრების წესით მოახერხა ცხოვრება, რამდენად მარტივია რომ შემდეგ აი ამ წესშეულებაზე რომელიც შეიძლება მისთვის აზიანო იყოს, მაგრამ მის ყოველდღიურობის ნაწილი ბოლომდე განთავისუფლდეს. რა თქმა უნდა შეიძლება აქვთ ძირში გვაქვს დაბალ თვითშეფასებასთან ადგილი, ხო? ადამიანს აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება და არაცნობიერი დანაშაულის განცდა და სირცხვილის განცდა. არც ერთი და არც მეორე ადამიანს არ ჭირდება. სირცხვილი მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც აცნობიერებს ადამიანი რა არის სირცხვილი. დანაშაულიც თუ არ დაუშავებია და ისე აქვს დანაშაულის განცდა, ესეც არის ძალიან დამთრგუნველი. და აუცილებელია თვითშეფასებაზე მუშაობა და თქვენ კითხვაზე რა ასაკში არის უფრო გამოკვეთილი, მოზარდობის ასაკში უფრო. როდესაც აი ეგოიდენტობა ყალიბდება, რომ მე რაღაცა წრეში უნდა მოვხვდე და ამ დროს ძალიან უჭირთ მათ მეგობრის შერჩევა. აი ძალიან ბევრს უთქვამს, რომ აი მთელი კლასი დაპატიჟეს და მე არ დამპატიჟეს. ამ დროს მე მათ ყოველთვის გადავაწერინებ, რასაც მეუბნებიან ვაკეთებ. აი თუ დამიძახებენ, გავყვები, თქვათ იგივე ბუფეტში ან სადმე და რატო ხდება ასე, რომ დაბადების დღეზე მე არ მეძახის. და ეს არის ხოლმე ძალიან მტკივნეული ამ ადამიანების. მართლა ვერ ხვდება რაშია საქმე. ეს არის სწორედ ის დაყენება საკითხის,
ისეთი, რომ იმ ადამიანისთვის არის გაუდევალიდიზირებული, გაუფასურებული ეს. თვითონ აუფასურებს თავის თავს და შესაბამისად სხვაც ესე უყურებს. ამიტომ სამუშაო არის თვით შეფასებასთან აუცილებლად სამუშაო არის ახალი ქცევის რეპერტუარის შექმნა არის საჭირო, რომელიც შეიძლება ადამიანი უცბად მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და ყველაფერზე არა თქვას და საერთოდ გაუხეშდეს და თქვას რომ აი მე რაც მიკეთებია თურმე არ უნდა მეკეთებინა. ეს პოლარობა არსებობს, მაგრამ ამ პოლარობიდან მე ნელ-ნელა ისევ ცენტრისკენ, ანუ ზომიერებისკენ უნდა წამოვიდეს, რომ უნდა განსაზღვროს ეს საჭიროება, თავისი რა არის, სხვისი რა არის. თუ იმ სხვას ძალიან უჭირს, ავათ არის, ცეცხლი წაეკიდა, ან დახმარება ჭირდება, რა თქმა უნდა, საკუთარს გადადებს ადამიანი და მოეხმარება, მაგრამ თუ ეს არის ყოფითი თემები, რომელიც თავისუფლად შეუძლია დააპრიორიტეტოს ისე, რომ ჯერ თავისი გააკეთოს და მერე თქვათ სხვას დაეხმაროს, რატომაც არა. ესეთი სავარჯიშოს ვაკეთებინებ ხოლმე მოზარდებს, რომ ჩვენ გვაქვს აი რაღაცა სიტუაციური მოდელები და იმ სიტუაციაში ვეკითხები, როგორ მოიქცეოდი. აი რა და რა ვერსიებია. მაგალითად, ხვალგა გამოცდა და დღეს ის ადამიანი გთხოვს საღამოს სადღაც წასვლას გასართობად, რომელთანაც ძალიან გინდა მეგობრობა და არასდროს შენთან არ მოსულა აქამდე, პირველი შემთხვევა. ეს გამოცდა მნიშვნელოვანია, ეს საღამოც მნიშვნელოვანია, რაღაცები გასაკეთებელი. რა სიზა? უმეტესობა ამბობს, რომ გავყვები მე მას და იმიტომ რომ ეს ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია და მე გაგრძელება გვაქვს ხოლმე და შენ გონია რომ ესე გაგრძელდება მე კიდევ ის ამ დროს გამოჩნდა უცბად ხომ არ ფიქრობ რომ სხვა ვერავინ ნახა იმ მომენტში და შენ დაგირეკა რომ წამოდი გავერთოთ თუმცა შეიძლება თუ ის შენი მეგობარია შენ მას აუხსნი რომ ხვალ გამოცდა გაქვს აუხსნი რომ ეს ძალიან გაგეხარდა მისი ზარი სიამოვნებით სხვა დროს შეხვდები მაგრამ დღეს ვერ ეს არის მნიშვნელოვანი საზღვარი რომელიც ივლება ამ დროს და სხვა შეს აცნობიერებენ და მე ძალიან ბევრი ამბობს რომ იხსენებენ ისეთ შემთხვევებს როდესაც არა თქვეს და გამოადგათ ეს არა რაღაცა ბჭყალებში გადარჩა არას თქმის მე რაღაცა იმ სიტუაციაში არ აღმოჩნდა რომელშიც აღმოჩნდნენ თქვა მისი კლასელები ან მეგობრები რაღაცნაირად უნდა მეტი გაცნობიერება საკუთარ თავთან კონტაქტი საკუთარი სურვილების მოთხოვნილებების გააზრება იმიტომ რომ თუ ადამიანმა არ იცის თვითონ რა უნდა და რა მოთხოვნილებები აქვს და რა ჭირდება რა თქმა უნდა ის აპრიორიტეტებს სხვის სურვილებს და მოთხოვნილებებს და აქედან გამომდინარე საშველი ყოველთვის არის და არც უსაშველო არაფერი ამ კარგი ბიჭის თუ კარგი გოგოს სინდრომში რა თქმა უნდა არ არის. თქვენ წაღან ახსენეთ რომ გარკვეულწილად კულტურული ფენომენი არის ეს ყველაფერი და ზოგიერთი კულტურისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი. იცით რა მაინტერესებს აი რატომღაც გოგონების მიმართ უფრო მეტი მოთხოვნა რატომ არის ხოლმე? ჩვენ საზოგადოებაში მეტს რატომ ელიან გოგონებისგან მეტად დამყოლი რატომ უნდა იყოს გოგო ესეც იცით რა არის ხა ძალიან ინდივიდუალურია საერთოდ ცნობილია რომ ბიჭები შეიძლება უფრო დაიყოლიო ვიდრე გოგოები ვისაც ორივე შვილი ყავს შეიძლება გოგო და ბიჭი თუმცა ხა ძალიან პიროვნულია არ მგონია რომ ეს იყოს კონკრეტულად სქესთან დაკავშირებული ეს არის ხასიათი აი ოჯახის დანგრევა ძალიან ხშირად როდესაც ხდება ხოლმე ქალების ჯგუფებში ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად იწერება პრობლემების შესახებ რომ თქვა დედამთილს ვერ ეუბნება უარს ზოგადად სახლში თუ პრობლემაა მას ვერ აპროტესტებს ყველაფერს თავჩაღუნული მიყვება თითქოს იმიტომ რომ მას ასე ასწავლეს ან ასე ხედავდა ან ასეთი მოცემულობა ჰქონდა აი ამას გულისხმობ თითქოს კაცები ასეთ დროს უფრო თამამები არიან უფრო მეტის თქმა შეუძლიათ და უფრო თქვა თავის პოზიციას მყარად წარმოაჩენენ ვიდრე ქალი მე არ მაქვს ეგეთი სტატისტიკა, რომ გითხრათ, რომ კონკრეტულად ქალები უფრო ითმენენ თუ კაცები, იმიტომ რომ როგორც წესი, ჩემ გამოცდილებაში მამაკაცებიც არიან ეგეთები, რომლებიც თქვა ცდილობენ შენარჩუნებას ოჯახის რაღაცა გზებით და ქალებიც. ალბათ იცით რა, მაინც არის ოჯახში
დედა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა, მამაც რა თქმა უნდა, მამა არის უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ დედა არის მაინც ზრუნვა, სითბო, აი ქალი არის მზე ოჯახში. მზე რო ჩაქრება, იმ ოჯახში რაღაცა ყველაფერი არეულ-დარეულია და ამიტომ მზეს აქვს ეს მიზიდულობა და შესაძლებელია განა იმიტომ რომ მეტი მოეთხოვება, იმიტომ რომ მეტი შეუძლია. ქალს ძალიან ბევრი შეუძლია, იმიტომ რომ მულტიფუნქციონალურია. ძალიან ბევრი საქმის ერთად კეთება შეუძლია. მისი ტვინი ესეა მოწყობილი. ესეც სოციოკულტურალურად ალბათ, იმიტომ რომ თქვათ, მას შეუძლია ერთდროულად შვილიც, ქმარიც, ტელევიზორში რა ხდება, მეზობელი რას ამბობს, ოჯახში როგორი მდგომარეობა, სადილი გააკეთოს და ეს და მამაკაც აქ ერთ-ამოცანიანი ტვინი. თუ ერთ-ამოცანაზე არის ფიქსირებული, მას უჭირს გადაერთოს სხვა რამეზე. და ამ დროს ხშირად ქალი ბრაზდება, რომ აი შენ მე არ მისმენ და განა არ გისმენს, არ შეუძლია რომ მოგისმინოს. ესეც სხვა არის, რაღაცა განსხვავებები არის. თორე ხა ისე რომ ვთქვათ, რომ ვინმეს მეტი მოეთხოვება, მე თუ მკითხავთ, კაცს მეტი მოეთხოვება. იმიტომ რომ მამაკაცი არის, ვთქვათ, პასუხისგებლობის, მაგრამ ხა ესე მე არავინ არ მეკითხება, რა თქმა უნდა. მოეთხოვება ადამიანს იმდენი, რამდენიც შეუძლია და რამდენიც მის ადგილს და მის მდგომარეობას შეეფერება. აი ეს დედობა მაინც არის განსაკუთრებული მდგომარეობა. რასაც ხშირად მამები ესე ვერ აცნობიერებენ, ან ვერ გამოხატავენ, ან არ იციან როგორ მოიქცენ და ყველა შემთხვევა ცალკე განსახილველია და რა ვიცი, საერთოდ რაღაცის დათმენა თავისთავად ნეგატიური არ არის. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად რასაც აქ ვერ მოვითმეთ, ცხოვრება ისეთებს მოგცემს მერე რომ შეიძლება ვინანოთ, რომ რა ვერ მოვითმინე და დღეს რას იძულებული ვარ რომ მოვითმინო. თუმცა ამ დათმენასაც სჭირდება გააზრება, თქვათ, სასწორი რა რასთან არის შეპირწონებული და რის გამო უნდა დავითმინო. ესე ძალიან პიროვნულია და ინდივიდუალურია, თუმცა შეგიძლია არც არაფერი არ მოითმინო. ძალიან დიდი მადლობა.